გადამოხტა აი მაგიდადო შიგნი და სამ ნაბიჯში ისმოდა ახლა ესე ძანე და უილის მაისის მოვლენა არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ხამხამობით და არა მარტო ადგილობრივების სახლებსა და ეზოებს უცნობი დაუდგენელი მიგრიანი სტუმრობს. ფსიქოლოგების აზრით ადამიანები, რომლებიც საშინელებათა ფილმებს უყურებენ გასართობად და შემდეგ კარგად იძინებენ, არიან პოტენციური ფსიქოპათები. ისინი უფრო რაციონალურები და მშვიდები არიან, როდესაც საქმე ეხება ძალადობას. ღამის 3 საათი იქნებოდა, ძაღლების ყმულმა გამაღვიძა რა. გარეთ გამოვედი, თელეზოში ნისლი იყო. ვერე შორიდან რაღაც შუქი დავინახე, თავიდან სანთებელა მეგონა. მეთქი მივალ მეთქი რა უნდა იყოს თქო რა. მივედი და ეს პატარა შუქი თეთრ ნათებად გადაიქცა. მე გვერდიდან რაღაც ხმები გავიგონე. უკაცრავად. შეიძლება შენთან ერთად სურათი გადავიღო. დი გაჩერდი. მოკეთე. ჩემი გესმის? Hello. გესმის მეთქი? კარგი. ამას თანხმობათ მივიღებ. ფუშენი. ღამით გამეღვიძა, ცივი ვიყავი, კოშმარი და მესიზმრა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი სიზმარში რა ვნახე. შევეცადე შიშის გრძნობა მომეშორებინა. საათს დავხედე. 3 საათი იყო. სიბნელის არასოდეს არ მეშინოდა, თუმცა იმ ღამეს რაღაც ცუდად იყო. ვგრძნობდი, თითქოს ვიღაც მიყურებდა. 2 სართულიან სახლში ვცხოვრობდი. თიმე იქიდან თორა მეგონა მოგაიგო ხალხი ჩამოიყვანს კარის ჭუჭუდანაში გავიხედე, იქ მართლაც ნინა დეი დაიდგა. მის სიკეთით სავსე სახესა და ხიმილს კილომეტრის რადიუსშიც კი ვიცნობდი. კარი ხელის კანკალით გავაღე და ირგვლივ მიმოვიხედე. შემდეგ კი ვკითხე, ხომ არ დაუნახავს გოგონა მწვანე კაბაში ჩვენ სადარბაზოში. მან გაიცინა სიტუაცია. სახლში მარტო ხართ, გარეთ ძლიერი შტორმია და შუა ღამით გაღვიძებთ უცნაური ხმა, რომელიც სამზარეულოდან ისმის. ზუსტად ასეთი რამ შეემთხვა ჩვენს შემდეგ გმირს. მამაკაცი მაშინვე შესამოწმებლად წავიდა. მან თავდაპირველად სამზარეულო დაათვალიერა, ხოლო შემდეგ სარდაფში ჩასვლა გადაწყვიტა.